გამარჯობათ მეგობრებო, დღეს სტუმრად ყავს ქალბატონი მაია ნიკოლაიშვილი. მაია, გამარჯობა, მოხარული ვარ რომ მესტუმრე და მეგობრები ფამილარობაში არ ჩავგვიძლიან, იმიტომ რომ მე მაიას დიდი ხანია უკვე ვიცნობ და ასე რომ ისაუბრებ ჩენობით, რომ უფრო უშუალო და ბუნებრივი იყოს ეს ყველაფერი. მაიკო, მადლობა მოწვევისთვის. ხო და სიამოვნებაა და საინტერესო არის. ყოველთვის რაღაც ახალს ახლით გავდივარ ხოლმე. სტუმრობის მე. ხო, ეხლა უნდა მეკითხა და ზუსტად აი შენ თქვი რომ მოხარული ვარ მოკლედ რომ მესტუმრე და დიდი მადლობა. შენ ერთ-ერთი გამორჩეული რესპონდენტი ხარ, რომელსაც ელია კომენტარებიდან გამომდინარე მე ამას ვზნობ და ისედაც ახლა ჩემი ახლობლები ვინც პირადში მწერენ და დიდი მადლობა. მაია, ესე იგი მე ასე ვთვლი რომ მე მგონი ახლა უნდა ვისაუბროთ საზოგადოებაზე, ჩვენ ქართულ საზოგადოებაზე და საკმაოდ დიდი განცდები მაქვს არ ვაზვიადებ და რატომ მე რატოღაც ასე მგონია რომ ქართული საზოგადოება ახლა არის შესული კოგნიტიურ დისონანსის ფაზაში. მარტივადაც გავმარტავ, შეიძლება ბევრმა არ იცოდეს რას ნიშნავს ახლა აკადემიურად კოგნიტიური დისონანსი, ეს არის ორი ურთიერთგამომრიცხავი აზრი, იდეა, როცა არსებობს ადამიანში. და ნუ გამომდინარე იქიდან რომ საზოგადოება არის ანარეკლი თითოეული ადამიანის, მე თამამად შემიძლია თქვა, ასეც ამბობენ ეს ჩემი მოგონილი არ არის საზოგადოებაში. მე ვთვლი რომ არის კოგნიტიური დისონანსი. და ორ-სამ ფაქტს ვიტყვი. ერთი ის რომ თელავის ამბავი, თელავის თამაზე არ ვილაპარაკებ, ძალიან ბევრი ითქვა, ძალიან ბევრი დაიწერა და ეხა იმას ფორსირება არ ჭირდება, იმიტომ რომ მე ვთვლი ეს ყოფითი მოვლენა იყო და გადაივლის. მაგრამ ამას მოყვა ზუსტად რეაქციები და რეაგირება, როგორც ხელისუფლების, ასევე საზოგადოების. ეს არის ჩემთვის მნიშვნელოვანი, ეს არის ჩემთვის გასაკვირი და ხშირ შემთხვევაში მტკივნეულიც კი. ადრე ამ ესე ვთქვათ, კოგნიტიურ დისონანსს მე ვაბრალებდი ახალგაზრდებში, როცა ვხედავდი, რომ ამბობენ ერთს, ანუ დეკლარირებენ ერთს, მაგრამ რეალურად მათი გზა სოციალური აბსოლუტურად დაპირისპირებულია იმისა, რასაც დეკლარირებენ. ეხლა სამწუხაროდ ხედავ, რომ პლუს მინუს ჩვენი ასაკის ხალხიც რაღაც ამდაგვარ გაუგებრობაშია და ეს არის ყველაზე ჩემთვის გაუგებარი და მტკივნეული, იმიტომ რომ უკვე ვეღარ ვაბრალებ განათლების სისტემას, მხოლოდ განათლების სისტემას, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდებს აღარ ეხება და არც ის ნაციონალების დროინდელი 8 წელი და არც ის 12 წელი რაც ოცნებამ ეს განათლების პროგრამა აბუქსავ და საბოლოო ჯამში მაინც ვერაფერი ჯეროვანი ვერ დადო, მხოლოდ განათლების პროგრამა არ არის და აი რა შეიძლება ამის გარშემო რომ ითქვას შენ როგორც ახლა გამოცდილ ადამიანს, როგორც საქართველოს მოქალაქეს დამსახურებულ საზოგადო საჯარო პირს და პლუს კიდე ფსიქოლოგს. გადამეტებულია ჩემი შეფასება? ფსიქოლოგია ჩემი ჰობია. ოღონდ უკვე 12 წელია მივყვები. დაფიქრე. ოღონდ ჰობია. ძალიან საინტერესო დასმული კითხვა არის. აი, უწფლად გეტყვი, რამდენი მე დღეა, ალბათ დღე, ნუ არა, უფრო მეტი ხანი არის პირველად მასოს აი სადღაც 3 თუ 4 წლის წინ სოსო მანჯავიძესთან გონიერში. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ ხდება მანიპულაცია, როგორ მიდის ზემოქმედება და რას იძლევა მანიპულაცია ადამიანებს. მაშინ განვიხილავდით სწორედ იმ ახალგაზრდებს, რომელსაც ნუ ჭყალებში ვთქვა, ტვინი ჰქონდათ არეული, ხო და ხედავდნენ აღიქვამდნენ სხვადასხვანაირად. მაგრამ რა არის, სელექციური, აი ხა ამბობდი კიდეც რომ ერთს ამბობენ და მერე სხვას აკეთებენ. ჩვეულებრივ არსებობს საინტერესო ის არის, სელექციური აღქმა, სელექციური მეხსიერება, ეს ჩვეულებრივი რამ არის ფსიქოლოგიაში. ანუ ხედავ იმას, რაც გინდა, სელექციას აკეთებ ჩვეულებრივ. გახსოვს ის, რაც გაწყობს. და ამ თუ ასე შევხედავთ, ამ პრიზმიდან შევხედავთ, არაფერი გასაკვირი არ არის, ოღონდ ეს არის შედეგი, ნიკა. ეს ნამდვილად შედეგი. ახლა კითხვა დაიწყე პასტა და ფურცელი ავიღე, საერთოდ როცა ვიცი რომ საფიქრა ისეთი ინტერვიუა, სადაც ფიქრი მომიწევს, პასტა და ფურცელი მიყვარს, იმიტომ რომ უნდა მონიშნო და ზუსტად იქიდან იხსნება მე ახალი. აი როგორ დაიწყე, იცი კოგნიტური დისონანსია შესული საზოგადოება. შესულია კი, გეთახმები, მაგრამ ვიტყოდი შეიყვანეს, ანუ ეს არის უკვე შედეგი.
შედეგი ჩვენ რასაც ახლა ვხედავთ და ის რომ გავრცელდა უკვე ისეთ ადამიანებზე სადაც განათლების პრობლემა არ არის ეს უკვე ნიშნავს რომ ეს არის უკვე შედეგი როგორ იწყება ეს ჩვეულებრივი კოგნიტური ომები ეს არის ისეთივე ჩვეულებრივი როგორც ის ჰიბრიდული ცხელი ომები ხო იმას ახლავს თავისი კომპონენტი ეს ყველა ქვეყანას მეტად უფრო განვითარებულს აქვს ეს ამ ტიპის ომები ზოგი რბილძალას უძახდა იცი ზოგი აი ზუსტად უკვე მოდი ვთქვათ ცის გარეშე ვიტყვით იფსო ხო საინფორმაციო ფსიქოლოგიური ცენტრებია საიდანაც ეს მუშაობა მიდის გავიხსენოთ პერიოდი აწლეულების წინ დაწყებული გარკვეული ახალი ტიპის ტელევიზია ხო საგამოძიებო ტელევიზია აი ის ინტერესი აი რუსეთში მე მაგალითად მახსოვს 90-იანები იყო ჯერ კიდე იქ ცხოვრობდი როდესაც ნევზოროვის 60 წამი იყო 60 სეკუნდ მე მგონი ესე იყო ხო ხო წუთი არ იყო ნევზოროვი მახსოვს მაგრამ გადაცემას რა ეს გადაცემა იყო ჯერ კიდე აი ის პერიოდია მაგრამ ნევზოროვი მიდიოდა თავისი კამერიდან რაც კი მკვლელობა ხდებოდა მაშინ ლენინგრადში მაშინ ჯერ კიდე ლენინგრადი იყო ყველაფერს იღებდა აბსოლუტურად ყველაფერს იღებდა და საინტერესო რა იყო იცი სამსახურში რომ მივდიოდით მაშინ ექსპერტიზაში ბიუროში მუშაობდი სამსახურში რომ მივდიოდით ვიცინოდით რა უკვე ვიცოდით რა შემთხვევები იქნებოდა რა ქალაქში ანუ რა მოხდა ქალაქში უბედური შემთხვევა იყო მკვლელობა იყო განსაკუთრებული მკვლელობები ეს ახლა საბჭოთა ადამიანის მშვიდი ფსიქიკისთვის ცუდო ისეთი შემანჯღრეველი იყო და ზუსტად მაშინ იწყება ეს პერიოდი ხო 90 ჯერ კიდე არ არის იყო საზოგადოებრივი აზრი ხა ლენინგრადი პეტერბურგი განსაკუთრებული ქალაქია თავისი როგორც არქიტექტურით ასევე მოსახლეობით სხვანაირი კულტურა არის აქ ამ შემიძლია თამამად თქვა და ცოტა ვინმე თუ შემედავება ამაში და იყო ასეთი რამ რომ ეს საზოგადოებისთვის მავნეა ეს ძალიან უხეშია ეს ყველაფერი აი სისხლი თავისი კოლტებით აი ბევრი სისხლი აი ამას აჩვენებდა მსხვილი კადრით საზოგადოებას რა თქმა უნდა მოაზროვნე ადამიანებმა მომენტალურად იგრძნეს რომ ეს არ შეიძლება ეს ძალიან რთულია და წარმოიდგინე გაგრძელდა რატო ისევ საზოგადოების მოთხოვნით ანუ საზოგადოებას ამის მოთხოვნილება ქონდა წარმოიდგინე რა და ეს იყო ისეთი უცნაური ჩემთვის ისეთი დიდი მოთხოვნა იყო აი ამ სისხლზე და ბევრ სისხლზე სადღაც გამახსენდება ხოლმე რა იცი აი ქათამს რო დაკლავენ თუ გინახავს თავმოჭრილი ქათამი მირბის და დანარჩენები მისდევენ და იმ სისხლს კენკავენ რა აი ჩემთვის ეს ნევზოროვის გადაცემის აი ესეთი მოთხოვნილება საზოგადოების აი ამას ნიშნავდა რა მე მაშინ ექსპერტი ვიყავი და კიდე ერთხელ ვიმეორებ გულჩვილი ადამიანი არა ვარ ჩემ პროფესიიდან გამომდინარე შეიძლება გულჩვილი ვიყო ბუნებაში ცხოველების მიმართ მაგრამ ზოგადად ახლა ბევრი მინახავს და ასეთი ფაქიზისიც არ მაქვს ხო და წარმოიდგინე ეს იყო დასაწყისი აი ამით იწყებოდა ჩვენთანაც იწყებოდა ამით ჩვენ აი მაშინ ოვერტონის პანჯარა ხო ნელ-ნელა იხსნება მაშინ აი დღემდე მახსოვს რა აჩვენებს ასეთ რამეს ნევზოროვი გამოდის აი ამ ადამ ქუჩაზე მოხოხავს კაცი აი კაცი მოხოხავს რა ასფალტზე წევს და მოხოხავს აი ესე არავის პასუხს არ აძლევს კარგი მეორე დღეს ეს კაცი მოხოხდა აქ ყოველ დღე აი ამ სიგიჟეს ყოველ დღე ტირაჟირებდა ამ სიგიჟეს და უკვე მე მივხვდი რომ ყველანი ველოდებოდი ნეტა ეხლა სად არის ის მოხოხავი კაცი ონ რატომ მიხოხავდა ან მიხოხავდა და მიხოხავდა ხო წარმოიდგინე რამ ხელა ის უნდა ჩააგდო ანკესი ნუ საზოგადოება ამაზე წამოიკიდო და წამოიკიდა აი ამ უაზრო იდიოტიზმი ხო ბოლო სად გავხოხდა ის კაცი და რატო ხოხდა ვერავინ ვერ გაიგო მაგრამ თვითონ ის ფაქტი რომ ეს უკვე გახდა ინტერესის საგანი აი ეს იყო ზუსტად ის ტექნოლოგია რა ერთ-ერთი ანკესი მოდი ვთქვათ რომ ჩვენ ეროსის ტელევიზიამ ეს ყველაფერი ძალიან სწორი ფორმატირება ყავდათ იქ მასწავლებლები რა თქმა უნდა ეს არ იყო თავისთავადი კი ეროსის ნიჭის იყო ის რომ შეიქმნა ეს ტელევიზია მაგრამ მე
რა ტექნოლოგიებიც იქ უკვე შემოვიდა, ეს უკვე ბევრი რამ ნასწავლი იყო, კი, ეს ნორმალურია. მერე გამოყენებული იქნა და იცი რევოლუციისთვის, ლენინმა რა თქვა, მე რომ ეს ჩვეულებრივ გაზეთი გამოიყენა და რა შედეგები მიიღეს, ხო? რამხელა ძალა აქვს მედიას, ანუ მედია არის სამსახურში მთლიანად აი ამ კოგნიტური ომის დღეს. მოდი გადმოვხდი, უკვე გადმოვედი აქ. კოგნიტური ომების შედეგი არის ეს და არის პროცენტი. ჯერ რა თქმა უნდა მოწყვლად ჯგუფებზე მუშაობს ეს ტექნოლოგია. ჯერ უნდა ნახო ან ბავშვობის ტრაუმებით, ან ფიზიკური რაღაც ნაკლით, ან არაღიარების ტრაუმით, ან მიტოვების ტრაუმით, აი სხვადასხვა ამ ტრაუმებს ყველას წამოსდებ, იქ ის წამოედება და საბოლოო ჯამში ეს ადამიანები თვითონ ხდებიან როგორც რადიაცია, ხო? აი რადიაცია დაუშვათ ადამიანი, რომელიც რადიოაქტიულ ზონაში მოხვდა. შემდეგ სადაც ის მიდის, ის თვითონ გადასცემს, თვითონ ხდება უკვე მატარებელი. ეს ურალოს აქვს გადასარევად დამუშავებული კოგნიტური ომები მთელი თეორია უკრაინიდან დაწყებული, როგორ მოხდა ეს და ამბობს, რომ 10% თუ არის საზოგადოებაში ასეთი, უკვე ჩათვალეთ, რომ საზოგადოებას ეს უკვე თვითონ ასნებოვნებს. რატო? როდესაც შევიკრიბები და ამბობენ, ვაიმე, მოკლედ ცუდი ხდება ამ ქვეყანაში. всё, ის ადამიანი თვითონ არის უკვე მატარებელი. ის თვითონ იქცა, წარმოიდგინე, როგორც დასნებოვნებული გინდა ვირუსოლოგია მოიშველიოთ რა, ის უკვე დასნებოვნებულია ამ ვირუსით და ის უკვე გადამდებია, ის სხვასაც გადასდებს და ამ ველში ყოფნა, რა თქმა უნდა, უკვე ამბობ განათლებული ჩვენი თაობის ადამიანები, რომლებიც უფრო დაცულები უნდა ყოფილიყვნენ, უკვე ეს დაცული აღარ მუშაობს. აი ეს არის ჩვეულებრივ, აი ესე გავრცელება არის და დღეს ვფიქრობდი კიდეც, რომ ჩვენ ალბათ უნდა გავიგოთ, რამდენი პროცენტია ეს და მედია ხელს უწყობს ამას აუცილებლად ნეგატივით, ხო? აი ჩვეულებრივ შემოსკროლავ ხო პირველი რაც არის ტელევიზორზე მოხდა ტრაგედია აქ აი საზოგადოების დასაცავად აი ეს სათაურები უნდა აი მე მაგალითად კატეგორიული ვიქნებოდი რა საზოგადოების სიმშვიდის თარღვევის აი ესეთი ჩხვლეტების აი ამის გამო მე მაგალითად უბრალოდ აი რაღაცა პერიოდით ხო არის მორატორიუმია რა აი რაღაცა პერიოდით ამას შევაჩერებდი რომ საზოგადოების ჯღრევა არ შეიძლება აი ესეთი ჯღრევა არ შეიძლება და ნახეთ თუ ჩვენ გააჩნიათ ჩვენ რამდენი პროცენტი გვაქვს ესეთი ადამიანები რომლებსაც ფილტრები არ აქვთ რატო იცი ნიკა გამიგრძელდა არა უნდა ვისაუბროთ ეხლა უნდა გავშალოთ ეს თემა ეს არ არის 15 წუთიანი კი საინტერესო რა არის ნიკა გვარამიამ თქვა ეხლა აღქმების დროა და არა ფაქტებისო ხო მახსოვს ეს კი ბატონო ეს ჩვეულებრივი ფორმულა არის არაფერი ამაში გაუგებარი არ არის თუ იმ სელექციურ მეხსიერებაზე სელექციურ აღქმაზე ვისაუბრებთ ეხლა რო შეხედო საზოგადოების ერთი ნაწილი არის საქართველოში დიქტატურა არის დაიქცა ქვეყანა ბიძინა ადამიანებს ჭამს ის ესეთია ის ისეთია ხო ოღონდ იმ ხალხს მართლა სჯერა ამის უკვე სამწუხაროდ ნიკა მართლა სჯერათ რომ ეს არის ერთხელ მეუსმინა ერთი გოგონა იყო ტელევიზიით და აიო რაცო ხელისუფლება შეიცვალაო აი ისეთი გრძნობა მაქვსო თითქოსო რაღაც სპირალშიო რაღაცა თითქოს ართენდებაო სუბნელაო ეს მართლა ესეა მისი აღქმით ასეა და ჩვენ აი მე მაგალითად არ მეცინება ზოგი იტყვის უბერავსო მაგრამ მართლა ესეთია მისი აღქმა და მას შველა უნდა წესით ნუ მისიანისგან თუ სხვისიანისგან და ნახე მეორე არის როდესაც გარშემო ეს ადამიანები ბევრნი არიან უკვე ადამიანს საკუთარი აზრის ერიდება რომ გამოთქვას ეს შინია კიდეც იქ ესე იგი ტრენდული არის რომ ევროპაში გვინდა ხო კიდე ქვეყანა გამოვიდა გარეთ და აქ უკვე ნახე აღქმებზე არის საუბარი როცა ესეთი ზემოქმედება არის და ჩაირთვება ემოციებით მართვა ეგ რაციო აღარ არის აი კახეთის ინციდენტი ხო სად არის იქ რაციო არისო ერთი ერთს აგინებდა მეორეს იქ 35 წლის წინ გაუპატიურებული გოგონა თუ რა ხალი თუ არც მინდა ჩავიდე დეტალებში ემოციები არის ემოციები თალკეუბედურება ეგ 25 წლის კანონი 15 წელს წინ გაუპატიურებია. აი საერთოდ არ მინდა ამ თემას, საერთოდ არ მინდა. რატო არ მინდა, იცი? როდესაც ჩვენ მივყვებით ამას, ჩათვალე რომ ჩვენც იგივე სპირალში კი არა, ვარონკა ძაბრში ვართ.
ძაბრში შევდივართ და აი იქიდან გამოსვლა ხო აი იქიდან გამოსვლა არა მორევი ძაბრი იქიდან გამოსვლა შეუძლებელია ამიტომ როდესაც ესეთი ამბავი ხდება ვინც გეშტალტის ისეყო პედაგოგი ხო ნუ ჩვენი კურატორი იმას ერთხელ მახსოვს რომ რაღაც ხდებოდა და მიწერე რა რომ აი მეთქი ისე დაიძაბა და ჩვენთან 14 წელია სულ დაძაბულია ხა ხო სხვანაირად არ არის მანამდე დაძაბული იყო ოღონდ ფიქრის და კითხვის დასმის უფლების გარეშე იყო და კითხვასო და მკითხე რომ იცი რა ძალიან დავიძაბე მეთქი და იცი რა მითხრა შეძელი მოახერხე სიტუაციიდან დისტანცირებაო ანუ შორიდან შეხედეო და რა მითხრა ემოცია გამორთე და შეხედე გონებით და შეხედე შორიდან რო უყურებს სხვანაირი ეს ყველაფერი ამიტომ ჩვენ საზოგადოება არ გვყავს იმისთვის მომზადებული რომ თავი დაიცვა ეს არის ჩვეულებრივი ფილტრი მე დისტანცირდები და ეს არის 5 წუთში ერთხელ საქართველოში ადამიანს კლავენ აი მე ესეც მოვისმინე ძალიან ჭკვიანი ადამიანისგან აი ეს არის მისი უკვე ეს არის აქ რაციო აღარ არის სტატისტიკა აქ არავის არ აინტერესებს ფაქტები არ აინტერესებს ხო ეს ძალიან ცუდი მდგომარეობა და რატომ ამბობ იცი რომ 10%-ზე მეტი თუ არის უბრალოდ საინტერესო არის პროცენტი აი ეს კვლევა უნდა ჩატარდეს ყველანაირ იდიოტურ კვლევას რომ უყვეთავს დასავლეთი აი ჩვენ უნდა ჩავატაროთ ეს კვლევა რომ რამდენი ყავს ესეთი პროცენტი აი ის გაუნათლებელი რომლებსაც პირველი იმათ მიწვდნენ იმიტომ რომ ისინი ადვილი სამართავები იყვნენ იმას ადვილად დაიჭერდი და მერე უკვე არა როცა მათი რაოდენობა მათ ვირუსულად დაავირუსეს გარშემო მყოფი ადამიანები ჩვეულებრივად რა აი ეს არის აი ამას უყურებთ დღეს მაგრამ პროცენტი არ ვიცით და არ ვიცით 10% შეუძლია გადატრიალება მოახდინოს აი ეგ არის უბედურება არა ეს დადგენილი ციფრია კი კი აი ურალოვი აი ნახე როგორი მომენტია ამბობდნენ ხო რომ ამბობენ რა ეგრეა ხო რომ 17 წლის რევოლუციაც რომ მოხდა იქ არ იყვნენ რევოლუციონერები აშკარად უმრავლესობაში და საერთოდ პეტერბურგში რევოლუცია რომ მოხდა აი იმ в том периоде აი მოსახვევში და იქ იყო ეს ყველაფერი რა ხო თორე გარშემო ქალაქს არც გაუგია რა მოხდა აი იცი რა არის აი ხალხი ამას ცნობიერებს შეხვდები პირველი ფერადი რევოლუცია მაგრამ აი გენიალური ვამბობ მე მინუს ნიშნით გენიალური რა ქონდა იცი აი გააკეთა მე აბსოლუტურად მიყვა ეს ტროცკისტულ მოდი სიონისტური დავარქვათ რა დღეს ესე იყო და ეს იყო ანუ თამამად შეგვიძლია ვთქვათ ეს ტროცკისტულ სიონისტური პროექტი იყო ჩვეულებრივი რომელიც რატომღაც შეტენეს ამ უბედურ ამ შემთხვევაში ჭალებში ვამბობ რუსებს და რუსეთი დღეს მთელი რაშა-ფობია დღეს აგებულია იმ ტროცკისტულ სიონისტური პროექტის თითქოს რუსები იყვნენ მისი შემოქმედი არა და თითქმის არც ერთი რუსი არ ყოფილა და ხო და ვინ შეაჩერა კიდე ეს პროექტი აი გადმოიყვანა ზამიაწინის მიიხო სადაც ქალი ყველასია კაცი ყველასია მე ორველთანაც იგივეს ორველის შთაგონების წყარო იყო სწორედ მე ჩვენ ხო და გინდა ჰაქსლისთან სადაც მივდივართ ყველაფერი აი ის იყო ოღონდ ის მართლა იყო ის ყველაფერი და ის იყო დაგეგმილი ხო ბოლო ვამბობ კიდეც რომ საბაჩის ერთ ძაღლის გული მაინც ნახოს თუ წაკითხვით არა ნახო მაინც და ტიპაჟები გენიალურია ბორტკოს ბორტკო ბულგაკოს გენიალურია არა ბორტკოს ბულგაკოვის ახმა მე მაგიჟებს აი ჯერ საბაჩის ერთზე მე ოსტატი და მარგარიტა აი ეს ფენომენალურია არა ნუ ეს სასწაულია ეგ DVD-ზე მაიკო და აი რაღაც პერიოდულობით უყურებ მე ძალიან მიყვარს ბულგაკოვი ძალიან მიყვარს და ეხლა მაგიჟებს მისი ეკრანიზაცია ოსტატი და მარგარიტა მე ვერ წარმომედგინა მაგრამ სასწაული ის არის რომ თურმე შესაძლებელია და რა დონეზეა შესაძლებელი რა თურმე რა დონეზეა შესაძლებელი არ ვიცი იმაზე მეტიც კი ხო და ხო და ეს ეხლა აი ამას რო საუბრობთ არა ის ტიპაჟები გავიხსენოთ რაც იყო ანუ ეს პროექტი იყო რომელიც დღეს გრძელდება და ტროცკის რა ქონდა მესამე ინტერნაციონალი მოდით ეხლა სხვა სიტყვებით ვთქვათ ლიბერალიზმი ლიბერალური ხედვა ეს რა ქვია
ნახეთ ის რაც თქვათ დღევანდელი ღირებულებები არის ეს მესამე ინტერნაციონალი? ოღონდ უბრალოდ დახვეწილი ყველა მეთოდის გამოყენებით, აბსოლუტურად ყველა მედია საშუალებებით, ანუ ყველა ტექნოლოგიების გამოყენებით. უფრო ჭყალებში ვიტყვი, პრადვინოტი ტროცკისტულ სიონისტური პროექტი არის, რომელიც ხოგნებთ შეახოცეს რუსებს, მაგრამ რუსი იქ არც ერთი არ იყო აბსოლუტურად რა ამ პროექტში. ფინანსდებოდა მშვენივრად გერმანიიდან და ლენინი ციგედან შემოიყვანეს და ყველანი, ხო. კი ბატონო. ეთნიკურად რუსი. არა, აბსოლუტურად. ისე შეაჩერა ეს პროექტი, ცოტა სიჩქარე დაუკარგა სტალინმა, ხო, იოსებ ვისარიოდოვიჩი. ნუ ეხა სტალინის ფენომენი იყო, რომ საერთოდ გააჩერა, ტროცკიზმი რო გააჩერა. კი, რა თქმა უნდა და ჩვენ ახლა ვართ აი ამ ფაზაში რა, ეს არის მე ჩვეულებრივი. სიმართლე გითხრა, ახალგაზრდა რო ვიყავი, სულ მიკვირდა, რომ რასაც ჩოდა მეთქი ტროცკის იმ სამხრეთ ამერიკაში. აი ზუსტად იმიტომ, რომ ეს გაეჩერებინა. მეც მიკვირდა. ფაქტობრივად, ჩვენმა ახალგაზრდობამ ისიც არ იცის, რომ სექსუალური რევოლუცია საფრანგეთში კი არ დაიწყო პირველ რიგში, ან სადმე ევროპაში, არამედ დაიწყო ზუსტად აი 17 წლის შემდეგ, რაც ტროცკიმ დეკლარირება მოახდინა იმისა, რომ სექსი არის თავისუფალი, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ოჯახს, იმიტომ რომ ოჯახი არის უკან დახევის ნაბიჯი. და უამრავ ისეთი რამ იყო, რომ ეხლა რომ ჩვენმა ახალგაზრდებმა წაეკითხა, შეიძლება ყვაჩა მოუვარდეთ, მაგრამ ეგ არის რომ არავინებს არ კითხულობს. არა, საქმე რაში არის? ჩვენ გვაქვს ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად არ ვიცი ლენინიზმის თუ იმის საბჭოთა იმის ლაბორატორია. კი. ეხლა რა არის საქმე იმაშია, რომ ამერიკაში შეიქმნა როდესაც ეს ცივი ომის პერიოდში ატომურ იარაღზე იყო დაპირისპირება და ვის უკეთესი ექნებოდა და მაშინ ამერიკაში ერთ-ერთი შეკრების დროს თქვეს რომ რუსებს აქვთ ისეთი იარაღი, რომელიც ატომურ იარაღზე უფრო ქმედითიაო. და ეს იყო სწორედ აი ეს ტექნოლოგიები. და მეორე ყრილობა არის, აი იქ უკვე ლენინმა გამოიტანა ელიტა, პარტიის ელიტა, რომელიც პარტიის ტვინია, ანუ უკვე კასტებად დაყოფა მოხდა, მისი ანაზღაურებაც სხვა არის და ეს ზუსტად ის არის, ყველაფერი აბსოლუტურად, რასაც ოჯახზე ამბობდი, ეს რა თქმა უნდა ეს სქემა და ამის მერე ამერიკაში შეიქმნა დიდ ინსტიტუტებში დღეს არსებობს ლენინიზმის კვლევის ლაბორატორიები, იმიტომ რომ ის ფერადი რევოლუცია იყო პირველი უნიკალური და იმის მერე ეს რასაც ჩვენ უყურებთ ამ 90-იანი წლებიდან ფერადი რევოლუციების კასკადი და ბჟეზინსკი მთლიანად ეს იმაზეა აგებული, ის არის აი იმ ლაბორატორიების კვლევების შედეგები არის, ანუ ჩვენ უკან გვიბრუნდება ის, რაც თავის დროზე 1917 წელს დაინერგა ტროცკისტულ სიონისტური პროექტის სახით, ის გადამუშავებულია, იმიტომ რომ მსგავსი ალბათ უკეთესი არაფერი არ შეიძლება ადამიანმა მოიგონოს და უბრალოდ გათანამედროვებულია, თორე აბსოლუტური ტროცკიზმია მესამე ინტერნაციონალი, მათი ოცნება, აი ზუსტად ის არის, რასაც ჩვენ დღეს დასავლეთში ვხედავთ. აი ამ კოგნიტური დისონანსებით, აი ეს ერთ-ერთი მიზანია, ერთ-ერთი სეგმენტი არის ადამიანის გონება. და ჩვენ როცა ვხედავთ, ახლა მე კადრებს ვხედავ, ვთქვათ, იგივე LGBT პრაიდის, ხო, აი შეიძლება შენ, მაგრამ ამის ტირაჟირება, ამის ყველაფერი, ანუ ეს არის წარმატებული პროექტის წარმატება, რომელიც საქართველოში გარკვეული, უბრალოდ აი პროცენტი მართლა მაინტერესებს, რამდენ პროცენტშია გავრცელებული. და კიდე მამატია ერთი პრობლემა, აი ჩვენ ეს პროცენტი უნდა ვიცოდეთ რა, ჩვენ საზოგადოებაში ეს რა პროცენტია, ანუ რა პერსპექტივა გაქვს, რატო იცი? აი ამ კრიზის მენეჯმენტის გადამოსახედიდან რამდენად ქმედითი მეთოდებით, რამდენად უნდა ვიჩქაროთ და რამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ. იმიტომ რომ აი ეს პროცენტი გვაჩვენებს ჩვენ, რამდენად მკაცრები უნდა ვიყოთ და რამდენად პრინციპულები უნდა ვიყოთ. შეიძლება ჯერ კიდევ გვაქვს დრო რბილი მუშაობისთვის თუ აქ უკვე ძალიან ისეთი ემერჯენსი ჩარევა საჭირო. და მეორე, არანაკლები განათლება ეს ინსტრუმენტი იყო, შემადგენელი მენიუში იყო უბრალოდ ერთ-ერთი ხერხი იყო მედიასთან, იმასთან. შედეგს დღეს ვიმკით. და ერთი კიდევ ძალიან მნიშვნელოვანი ჩემი ღრმა რწმენით ფსიქიატრიის პრობლემა საქართველოში. ფსიქიატრია დღეს
სააკაშვილი მოსვლისთანავე პირველი ფსიქიატრიულ საავადმყოფოებს ერთ-ერთი პირველი ეს იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოების და სამსახურის მთლიანად და დღეს 60 წლის ზევით ვერ დააწვენ, როგორც მე მითხრეს, უფასო ფსიქიატრიულ დახმარებას ვერ მიიღებსო, სტაციონარულს, კერძო უნდა მიიღოს აუცილებლად და ჩვენ საზოგადოებაში ძალიან ბევრი არის საკმაოდ ძალიან არ ვიტყვი, საკმაოდ ბევრი არის ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად გარეთ არიან დარჩენილი, იმიტომ რომ ეს დახმარება მათ არ მიეწოდებათ. მეორე, ანუ მოთხოვნა რეალურად მეტია, ვიდრე არსებული აღმოჩენა და თან როგორ იცით, ნებაყოფლობითი ბევრი რამ, თუ ახლა არ კლავს და არ იმაშვება, მაშინ მანამდე ის თავისუფლად დადის, სანამ არ მოკლავს ვიღაცას და მერე კი. და ხედავთ ამას, ხო? ხორავას ქუჩაზე ჩვენ ეს ვნახეთ. და კიდევ ერთი, ნახეთ, არის ნევროზები, რომელიც სტაციონარულ მკურნალობას საჭიროებს. ასეთი, ანუ მძიმე ფორმები ნევროზების ამას საჭიროებს. სად არის მითხარით? ჩვენ აი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების ცენტრები უნდა გავზარდოთ და ფსიქოლოგიური ალბათ უფრო ხელმისაწვდომი უნდა იყოს. ოღონდ არა აი იმ ეკლექტური ფსიქოლოგიით, როგორც დღეს ამბობენ ხოლმე, კი მე ყველა მეთოდს ვიყენებ, არა. აქ არის ურგენტული ფსიქოლოგია საჭირო. ზოგან ხო გეუბნებით, რა ვქნა, როგორც გინდათ თქვით, მაგრამ თუ ის პროცენტი, რაც ჩვენ თქვით, მაღალია, მაშინ იძულებითი ნარკოლოგიური, იძულებითი ფსიქიატრიული, ეს უნდა აღვადგინოთ. თუ 10%, თუ აი ამ პროცენტს უახლოვდებით, მაშინ ჩვენ დაგვჭირდება აი ესეთი მკაც ხისტ რეჟიმში გადასვლა. და ეს ლოლიავის პერიოდი უნდა დამთავრდეს. რა და როსტავაზე რასაც ვხედავთ, ის არ არის ფსიქოლოგიურად და ფსიქიატრიული თვალსაზრისით ჯანმრთელი ადამიანები, ბევრი იქიდან არ არის ჯანმრთელი. და სხვათა შორის აი იმაზე ფსიქოლოგიური აშლილობით ხალხი რო სტაციონარს მიღმა არის ეს ამერიკის შეერთებული შტატები ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ნიუ-იორკში. ზუსტად აი ესეთი შეურაცხადი ხალხი, იმიტომ რომ არ აწვენენ და შინ შემთხვევაში ვერ აწვენენ, იმიტომ რომ ფინანსები არ არის და რესურსი არ არის, ყოველ დღე ჩადის დანაშაულს. იჭერენ, აკავებენ, გამოდიან. აი ეს უკრაინელი გოგო რომ მოყვა, ყველას ის ჩაბეჭდილი გვაქვს თავშტორე. აი ეს არის ყოველდღიური, უბრალოდ მედია აღარ აშუქეს, იმიტომ რომ იმ გაშუქებამ თავისი როლი შეასრულა. ყოველდღე მეტროში ვიღაცა ხელს კრავს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ეხლა და სანამ აქამდე მივალთ, თორე მე ვეღარ მოვერებ ელემენტარულად. სანამ თბილისში გაიმეოროს ვიღაცა კაცი. ელემენტარულად, ნიკა, უფრო იაფი დაჯდება ეხლა, ვიდრე მე. უფრო იაფი. თუნდაც გადავიყვანოთ. არა, ალბათ ყოველ მხრივ. აი, კარგად ახსენე შენ, რომ ზოგადად საზოგადოებაში თითქოს ნიმუშის და მაგალითიც არა აქვთ რა, რომ აი ვიღაცა გამოვიდეს და რაღაცა თქვას, იმიტომ რომ იმდენად ანტაგონისტური საზოგადოება ჩამოყალიბდა მიუხედავად პროცენტულ თანაფარდობას. ფაქტია. და ჩემთვის ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ აი ეს ზუსტად მე ვიზეც ეჭვი მაქვს, რომ მათ კოგნიტიური დისონანსი ჭირთ. ეს ის კატეგორია, სადაც არიან სტუდენტები, ესე ვთქვათ, მშრომელთა კლასი, არიან ბიზნესმენები, მეწარმეები. აი, წარმოიდგინე, რას ვიტყვი. სასტუმროების უმრავლესობა, მე როგორც ვიცი, მე დიდი ხანია საქართველოში ვარ, მაგრამ საქართველოს სოციუმის წევრი ვარ, იმიტომ რომ მაქვს ცნობა ბევრ რამეზე. არიან უკმაყოფილო ზოგადად რუსულ-ქართული ურთიერთობით. გასაგებია, ვის უნდა მოწონდეთ, ეს ბოლო-ბოლო დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს. და ამბობენ, რომ აი როდემდე და როგორც კი კრიზისი ექნებათ ტურისტულ ნაკადთან და ჯავშნები უხდება, ხო? მე უკვე თანახმანი არიან, რომ დაუშვათ აბრებით გამოვიდნენ ხელისუფლების წინააღმდეგ. მეორე მომენტი მეწარმეები. ამბობენ, რომ რა უბედურება ეს ამდენი უცხოელი საქართველოში, მიგრანტი, რომელიც არის იაფი მუშახელი და როეუბნები, რომ ცოტა მეტი გაზარდა ხელფასი და წამოვა ის ქართველი, ვინც გლოვოზე მიდის ან 24 საათი საჭეს ატრიალებს. წამოვა, იმიტომ რომ ბევრი ხო ტაქსისტი მოწოდებით არ არის, ჩემი ჩათვლით, ხო? არ დაუბადებულ ვარ ტაქსისტი, მართალია, ორი დიპლომი მაქვს გაკრული, ხუმრობ. ხო და
ყველა ხო ტაქსისტად არ არის დაბადებული. ხო წამბობა ზოგი სპეციალისტია, ზოგი ზეინკალია, ზოგი რაღაც წამბობა. ოღონდ ოდნავ მეტი გადაიხადა. და ნახე როგორი ის იქნება აქაც დისონანსი, რომ გადახდა არ უნდა, მაგრამ მეტროში რომ ვიღაცა ბოდიში ვითხოვ, ოფლიანი ხდება, ან სადმე მაში საშაურმესთან რო ერთი 100 კაცი დგას, ის უკვე აღარ მოწონს და აი ამ დონემდე არის ეს ყველაფერი და ხა ყველაზე მთავარზე მივედი. ეს მხოლოდ მცირეოდენი მაგალითია ჩვენი კოგნიტიური დისონანსის საზოგადოების. მთავარზე მივედი. ხელისუფლებას ვაკვირდები ასეთ რამეს. მე ახლა ნამდვილად არ ვიტყვი რომ ხელისუფლება კომპრადორული ღმერთმა დაეფაროს, იმიტომ რომ ჯერა რომ ეს ქვეყანა უნდა გავიდეს. არა, ეხლა არა, იყო, მაგრამ ეხლა ვერ მაგრამს ვიტყვი. ხო, მით უმეტეს. მაგრამ აი, წარმოიდგინე, სახელმწიფო პოლიტიკა შევხედოთ მაი, ხო, შენ თბილისში ხარ, მე ნიუ-იორკში. ხალხი, აი, ლოიალური ხალხი, რომელსაც უბრალოდ უნდა რომ კარგ ქვეყანაში იცხოვროს, ერთ დღეს უყურებს, რომ სახელმწიფო პოლიტიკა არის ცენტრალური აზია, სამხრეთ ქვეყნები, გლობალური აღმოსავლეთი და რაღაცა და მეორე დღეს პირობითად ვამბობ, ნუ გავუნეკიდები თავრობის ხდომაზე განიხილება დღის წესრიგი, სადაც დღის წესრიგიდან 3 არის ევროპის ინტეგრაცია, დაგეგმილი ვიზიტები, ევროკავშირის ღირებულება, ნატოსთან რაღაცა მთელი ამბები და რაღაცა და ამას უყურებს. აი ეს ყველაზე განზოგადებული, განყენებული თემა, რომელიც შეიძლება იყოს ყველაზე მეტი შესაძლოა და აი რა დასკვნა უნდა გამოიტანოს. მარტო, ანუ კოგნიტიური დისონანსი საზოგადოებაში რო არის. აქ ხელისუფლებაც მოიაზრება. ამიტომ რომ ადრე თუ გვიან ჩვენები უნდა ჩამოყალიბდნენ რა, ესე არ გამოვა უბრალოდ არ გამოვა. მე ესე მგონია. კი, ვიცი რომ ეხლა ძალიან რთული სიტუაცია, უნდა მკვეთრი მოქმედებებისგან თავი შევიკავო და რაღაცა, მაგრამ შიდა მოხმარებისთვის რაღაც უნდა შეიცვალოს. იმიტომ რომ ერთი ხელით ესეთი ცისფერი ალამი მრავალვარსკვლავიანი წრე და მეორე მხრივ ჯვარი, ამით დიდხანს ვერულით. კაი ხანი იარეს. და ხო დამერწმუნები, დიდი ხანი იარეს ესე. კი. უკვე ვეღარივლი, იმიტომ რომ საზოგადოებაში არის პრობლემა. და მე და სოსო საუბრობდი, შენ სოსო ახსენე, ამას ვამბობ რა. და რაღაცა ესე გამოთქვი, საკმაოდ ჩემი მიწუხრი და ნიკო შენ ძალიან ერეულობ, ესეთი კრიტიკული მასა არ არისო და ნუ დავშვიდი რა. ანუ სანერეულო იმისა რომ ეხლა რა უცებ გადატრიალდეს ქვეყანა და დაპირისპირება მოხდეს. ეს ხა ესე არ არის, მაგრამ აი ხა გამიშდა კითხვა რა ჩვენ თქვი და რევოლუცია იმიტომ გამახსენდა. თუ ეს კრიტიკული მასა შესაძლოა რომ 5% იყოს ამ ყველაფრის შეცვლისთვის და მით უბედურობა კიდე რომ 10% იყოს, მაშინ რა გვეშველება? კი არ არიან ბევრი, მაგრამ თუ შევთანხმდით რომ რევოლუციისთვის სულ არ არის აუცილებელი უმრავლესობა, აი მე რა ვქნათ. და ხელისუფლების ეს არაფოკუსირებული მესიჯები საზოგადოებაზე, რომელსაც კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აი ზიის ტელევიზორთან ჩვეულებრივი ყოფილი ობიოტელი და აი ვერ გაუგია. ორშაბათს ისმენს ერთს, სამშაბათს ისმენს მეორეს. არა, იგივე დღეს გადართავს საქართველოს მეორე უბედურება, ხო? და მე კოგნიტური დისონანსი ვიკითხავთ, რატო? ეს ყველაფერი რა თქმა უნდა სისტემაში არის მოსაყვანი, ოღონდ ამისთვის არა არის მწყობრი პოლიტიკა, შესამუშავებელი სახელმწიფოებრივი. აი მაგრამს რატო ვამბობ, მე ხა ქართული ოცნების ამომრჩეველი ვარ, ხმას ვაძლევ ქართულ ოცნებას, მანამდე, ესე იგი 2003 წლიდან, რა თქმა უნდა, სააკაშვილისთვის არასოდეს მიმიცია ხმა და ნაციონალური მოძრაობისთვის და მე მით უმეტეს ქართულ ოცნებას. ოღონდ არის ბევრი ოღონდ განსაკუთრებით ბოლო წლები. საერთოდ ესე არის, როდესაც 14 წელი ხელისუფლებაში ერთი და იგივე სახელისუფლო ძალა, ეს საყოველთაოდ ცნობილია, რომ დაღლა ხდება, ხო? გარკვეული დაღლა ხდება. ან უნდა დაინახოს აღმასვლები, მარტო პროცენტული სტატისტიკა ამაში ვეღარ არწმუნებს. მე რასაც ვხედავ ხა აქ თბილისში, ჩემს გარშემო საზოგადოებას რო უყურებ, სტატისტიკა ვერ არწმუნებს. ეკონომიკური ზრდა გვაქვს ამდენი, ეს ციფრები საზოგადოებას აღარ არის დამარწმუნებელი, თუ არ იქნა ძალიან ვიწრო უშუალოდ ხარდამჭერების წრე. ხარდამჭერები, რა თქმა უნდა, ამით ხარობენ. ზოგადად მე მჯერა რომ ესე არის, ამ ციფრების მე მჯერა, მაგრამ მას სხვა რამეც ჭირდება. სამწუხაროდ რასაც ვამბობ, ჩვენ ის 10% თუ 7 თუ 8 თუ 5-ია რა.
არ ვიცით ჯერ ერთი, ოღონდ ამის ინტერესი არ არის, რატომღაც მე ეჭვი მაქვს, რომ ეს ციფრები თვითონ შიდა მოხმარებისთვისაც კი ხელისუფლებაში ძალიან დამახინჯებული და არასწორია. სხვა შემთხვევაში არ მოხდებოდა ბოლო არჩევნების დროს ისეთი რამ, რაც ვნახეთ ხო საკონსტიტუციო რო ვერ აიღო ხელისუფლებამ. ესეთი რამ არ მოხდებოდა. შევხედეთ, აი ეს პრობლემა არსებობდა. ანუ შიგნით ინფორმაცია არ იყო სწორი და მისაღები. და აი ჩემი აზრით არის ადამიანთა წრე, რომელიც უკმაყოფილოარი, გარკვეულწილად უკმაყოფილოარი რიგი საკითხებით. ეს საკითხები არის ძალიან ადვილად მოგვარებადი და მე ვიტყვი, რომ ძალიან ხელოვნურად შექმნილი ხარდამჭერებზე არ ვსაუბრობ. ამომრჩევლების ოცნების ამომრჩევლებში, იმიტომ რომ არის ისეთი ბევრი წვრილმანი საკითხი, რომელიც სულაც არ არის წვრილმანი და ამან საზოგადოების მზარდ უკმაყოფილებას იწვევს და პრინციპში სწორია. არ მინდა ხა კონკრეტულად გავშალო რა საკითხები, მაგრამ არის ეს უკმაყოფილება და რაც ით უკმაყოფილების შემდეგ შეიძლება ეს ადამიანები ნაცმოძრაობის მხარდამჭერები არ გახდნენ, მაგრამ უბრალოდ ოცნების მხარდასაჭერად არ დადგნენ და აი ეს უკვე ყველაზე ცუდი არის, ხო იცი, როდესაც მაშინ ის უმცირესობა, ის მარგინალები დარჩებიან აქტიურები, მყვირალები და ნეიტრალურ ადამიანს ყოველთვის ეშინია ყვირალასთან დაპირისპირების. მით უმეტეს, როდესაც აი ეს მისი მხსნელი ვინც უნდა ყოფილიყო, იმაზე რაღაცით გულნატკენი არის. ჩვეულებრივ კარპმანის სამკუთხედი არის რა. და ჩვენ ნახეთ ადამიანები გაგვიკვირდა რატომ მოხდა ისე, რომ ადამიანები რომელზეც მიშამ ფეხებით გადაიარა, ბედნიერები დაუბრუნდნენ ისევ მას. როგორ არის ისე, ჩვეულებრივი რამ არის ფსიქოლოგიურად და აი ამას ყველაფერს გათვლა უნდა და რატო არ ითვლება მე ვერ ხვდები. ცოტა ეს ახალგაზრდულ მმართველობაში აი ეს ლაფსუსები წამოვიდა განსაკუთრებით საზოგადოებასთან ურთიერთობის. ამომრჩეველთა მხარდამჭერებს არ ვამბობ. მხარდამჭერი კიდე სხვა არის. სხვა შეიძლება ბირთვია მხარდამჭერი და მხარდამჭერთან მუდმივი კონტაქტი აქვს, მაგრამ ის ვისთანაც კონტაქტი არ აქვს და რაც საზოგადოება და საზოგადოებრივ აზრს ვინც ქმნის, არა Facebook-ში, არამედ საზოგადოებაში, ხო? აი იქ კონტაქტი საერთოდ გაწყვეტილია. რატო იცით ვინმეს ის კი არ უნდა თავზე ხელის გადასმა და რაღაც ბენეფიტები. არა, უბრალოდ მოსმენა საზოგადოების ხმა თუ მიგვაქვს იქამდე, ჩვენ რატო საუბრობთ, ხო? მაშინ დავждდებოდით და მე და შენ ვისაუბრებდით აი მის გარეშე, ხო? და არანაირად შეიძლება უფრო თავისუფლადაც. უფრო მეტი გვეთქვა და სახელმწიფოზე იმდენი აღარ ვეფიქრე. ეხლა რაღაცას მაინც ვამოხურჭებ, ხო? ყველაფერს არ ვამბობთ. და ვფიქრობთ, აი ამის არ დანახვა და არ მოსმენა. ეს არის ცოტა ახალგაზრდული შეცდომები ჩემი აზრით, რომელიც დაგროვდა ბოლო პერიოდში. რაღაც იქ ვიღაცის უსამართლობით აღშფოთ და ცოტა იქ რაღაცებში ძალის გადამეტებას ჰქონდა ადგილი ფიზიკურს არ ვამბობ, ვთქვათ რაღაც შემოწმებებში ოცნებაში მოვიდა საკმაოდ კარგი საგადასახადო სისტემით. ეხლა ოცნებ აუდიტი გახდა დამსჯელი. კი ბატონო, მან უნდა აკონტროლოს, მაგრამ მისცეს შესწორების საშუალება თუ რაიმე დანაშაული არ იკვეთება. ამდენი დანაშაული უცებ რო იკვეთება, მაშინ სახელმწიფო სადღა არის. როცა ამდენ ადამიანს ჯარიმაზე უშვებ, როცა ამდენ ადამიანს თქვა პასუხისგებელი, მაშინ სახელმწიფო სად არის? ისე კონტროლის სისტემა არ გივარდა, ხო? და იმიტომ მოხდა ეს ყველაფერი, რა ხდება? ანუ რა რიცით, რაღაც ახალი კამპანიური ის იწყება, ვიღაცების დასჯის. რაც ახლა ოცნების ხელწერა არ იყო ეს დამახასიათებელი ამით კბობა. და ბოლო რამდენიმე წელია სამწუხაროდ ამას ვამჩნევთ. აი ამით კბობას რა. კი. არა ისეთი, რომელსაც არ შევადარებ, მაგრამ მაინც. ანუ ვცდილობ მაინც ხოლმე ბოლო. კი, რა თქმა უნდა. მაგრამ მაინც აფრენს ვამბობ. აქ როგორ არის, ნახე, მე გარკვეულ ნაწილთან ბუნებრივია ახლა ქართულ საზოგადოების გარკვეულ ნაწილთან მაქვს ურთიერთობა ფიზიკურადაც, პირადად და ონლაინ. და ყველას უკვირს იცი რა, რომ
მე რო დავუშვათ იმ პოზიციაზე ვარ, რა პოზიციაზეც ვარ, კონტრარგუმენტი მოდის იმისა, რომ მაშინ გამოდის, რომ ხელისუფლება არის ხელოვნურად უნიათო. წამოიწყეს ერთი კამპანია. ეს დაიწყო ამითი. თავიდან ახლა დაიწყო. წამოიწყეს ის კამპანია, რასაც ახლა არ მინდა ვილაპარაკო ამაზე, რამდენიმე ეთერი მქონდა მე ფასები, წამლები და უამრავი რამე რომ და ბოლომდე ვერ მივიდა, მერე იყო ის გახმაურებული თეატრულოკიანის კომისია და ისიც არაფერით დასრულდა, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე და მე მეუბნებიან ვერ გავიგე აბა ამ ყველაფერში ჩვენი გულის გასახერხად ამბობენ, ტელევიზორთან აღარ მინდა დაждდომა და Facebook-ის გაშლა არ მინდა. კოგნიტიური დისონანსი რა, ჩვეულებრივი რა. უყურებს ერთს რომ ესეა და მე ზუსტად გიშუქებს გიღვიცებს იმ ნაიარევს, ვისაც შეეხო არ შეეხო ეს სხვა თემაა. კი, იმ კომისიაში რაც ეთერით გავიდა, უძიმესი რამე იმის მოსმენაც კი არ შეიძლებოდა რა, საღად მოაზროვნე ადამიანისთვის. და შედეგი რა არის, რომ არც არაფერი რა, ვიღაც 50 ახალგაზრდა ბიზნეს პირადი შეურაცხყოფის გამო აკავებენ, უნდა დააკავონ, მე ესე ვთვლი, იმიტომ რომ რახან კანონია და უკვე შეურაცხყოფის დაჟადია უნდა დააკავო. და პარალელურად იქნება ორგანიზაციები, რომელიც იცავს ეროვნულ ღირსებას და არის დამცველი ამ ყველაფერი კარგისა, ეროვნულისა, მაგრამ იმათ პრეს კონფერენციაზე ესეთი განცხადებები კეთდება, რომ მე ვფიქრობ, რომ ან ამ ხალხს იგნი არ წაუკითხავთ, ან ვინც ეს შექმნა დარიგება მაინც მიეცათ, რომ პრეზენტატიული მაინც გამოვიდეს, ხვდები? და ისევ ეს გაყენებული კაცი უყურებს ამათ, ვისაც ეს აბრა უჭერია და პოლიცია აკავებს და აქვე ეს ეროვნული ხალხი რაღაცა, რომელიც აბსოლუტურ სისულელეს ლაპარაკობს ხშირ შემთხვევაში. ბოლო 2 დღის განცხადებას ვამბობ ეკლესიასთან დაკავშირებით მივხვდი ხარ ასე. ხო, აი ესე. და ეხლა მაინტერესებს ესეთი რამ. იდეოლოგია სად არის მაიკოლოში? სახელმწიფო შეხო იცი რომ იდეოლოგიის გარეშე არაფერი არ არის. მიშა რასაც აკეთებდა 8 წელი იდეოლოგიას ქმნიდა. მეტნაკლებად შექმნა, იმიტომ რომ იმის ანასხლეტები არიან ეხლა, ხო, ვინც? კი ბატონო. აბსოლუტურად. აი იდეოლოგია სად არის? ხარაში, აი რომ საუბრობდით, ჩემთვის აქ მოხაზე მოდელი, ანუ სამოდელო. ნებისმიერი ჩვენ ვიზრდებით, ჩვენ კი არა. მგელი, ჩვეულებრივი მგელი, თავის ლეკუს წაიყვანს სანადიროდ ნადირობას ასწავლის, საკვების მოპოვებას ასწავლის. ანუ სამოდელო მასაც ყავს, აუცილებლად სწავლებით ხდება ეს. ჩვენ ყავდა სამოდელო პიროვნებები და ამით ვიზრდებოდით. ის რომ დაუშვათ ამ შემთხვევაში კონკრეტული აი სულ ბოლოს ნოდარ დუმბაძე ავიღოთ იმ ადამიანებს, ვინც ასე ხედავს, ისინი მართლა ასე ხედავენ. ეს ტრაგედიაა, მაგრამ ისინი ასე ხედავენ. ეს რომ ესე არ არის, გემოვნების საკითხი აქ არ არის. ხუბეთუროთ ნეტა გემოვნების საკითხი იყოს, როდესაც აი იმ შეგინებით გარდაცვლილზე მიდის გარდაცვლილ მწერალზე, რომელიც შეიძლება არ მოგწოდეს კი არა. ნოდარ დუმბაძე ჩემი აზრით შეიძლება არ გესმოდეს. არ გესმოდეს არა იმიტომ რომ თქვა დოსტოევსკი ცოტა რთული გასაგებია. ნოდარ დუმბაძე არ არის რთული, მაგრამ ნოდარ დუმბაძე სული ჭირდება სვანაირი. შენი სულით ვერ წუდები იმას, შენი სიკეთის რეცეპტორები არ გაქვს, რომლითაც იმას შეიქმნო. იმიტომ ვერ გაიგო შეიძლება ნოდარ დუმბაძე. თუ ძალიან ღრმა ინტელექტი ჭირდება დოსტოევსკის და აი იმ წინადადებების წაკითხვას და ჩაწვდომას და აზრის გამოტანას სხვა ინტელექტი ჭირდება. ნოდარ დუმბაძეს ჭირდება ის რეცეპტორები, რომელსაც სიკეთე ქვია, ხო? ამის შეგრძნება ჭირდება. აი შუბლის ძარღვიო, როგორც თვითონ ამბობ, ზუსტად ეს ჭირდება. ამიტომ ამბობ, რომ ეს გემოვნების საკითხი არ არის. აი მოდელებზე წავიდა თავდასხმა, ხო? მოდელები, სამოდელო პიროვნებები, ანუ ავტორიტეტები რა. ეს ჩვეულებრივ მენიუშია აი იმ ტროცკისტული აღარ გავაგრძელებ. დასახელებას იმ პროექტის მენიუში არის. ეს ჩვეულებრივია, ავტორიტეტები უნდა მოისპონ. ეხლა მოდი ვთქვათ რა, რატომ წავიდა, რატომ აი 9-17 წლის რევოლუციის ის ავიღოთ, ნახე, ვინ გაიქცა? ნაბოკოვი გაიქცა, რომელიც სულაც არ იყო ლოლიტას ავტორი, პრინციპში ლოლიტამ მერე წამოვიდა, თორემ მას საოცრად დახვეწილი, ძალიან ინტელიგენტი იყო და საოცრად დახვეწილი ნაწარმოებები აქვს, სადაც ბევრი სხვა, უბრალოდ ლოლიტა დაედო დამღადა. ლოლიტა იყო ასეთი ეპატაჟური და პრინციპში ამერიკა მიიღო აი ამითი რა. ლოლიტათი მიიღო ზუსტად. და
ამ დროს სრულიად განსხვავებული ნაბოkovი წამოვიდა რუსეთიდან და ძალიან ბევრი ასეთი ადამიანი რომელიც წამოვიდა ვინ წავიდა ინტელიგენცია წავიდა ვინ ჩაირეცხა იგივე ჩარეცხვა არის და ვის მიეცა ძალაუფლება ახლა ზუსტად იგივე არ არის ანალოგიური ის ადამიანები ლიტერატურაზე გესაუბრებიან ვინც დაახლოებით შარიკოვების და ამ დონის იყო მაშინ ხო ანუ ვინც არიცის ის გესაუბრება ვისაც ამის რეცეპტორები არ აქვს ის გესაუბრება ვინც ასე გაიზარდა ის ქმნის თითქოს ამიტომ ჩვენ სამოდელო პიროვნებები სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ და დიდი ბოდიშის მოხდით მაგრამ საპატიო თბილისელი უნდა იყოს რა და მე მაგალითად საპატიო ზუგდიდელობას არასოდეს არავინ არ მომცემს ხო არასოდეს იმიტომ რომ არ ზუგდიდელი და რანაირად კი თბილისი დედაქალაქია მე მესმის მაგრამ ამას თავისი კოლორიტი აქვს რა და თბილისისთვის ბევრის გამკეთებელი მაინც უნდა იყოს ბოლო-ბოლო კი არა მთავარი ეს არის თბილისისთვის ბევრის როცა აი ეს ელემენტარული აი ის კომისია წყვეტს ამას მე კალაძეს არ შევახოცავ ამას იმიტომ რომ ამას კომისია წყვეტს ხო ქუჩების სახელწოდებებს როცა კომისიაზე როცა არა გაქვს იდეოლოგიო ამბობ არა გაქვს ღერძი თუ რა უნდა იყოს როგორი უნდა იყოს ეს სახელმწიფო ხო ჩვენ ეს არა გვაქვს წეგან ზუსტად თქვი რა დღეს უცებ ევროპაში შერბიან ხვალ ამბობენ რომ ვიმე ევროპას ორმაგი სტანდარტები აქვს და დედა რა უბედურება არის ჩვენ ესეთი ევროპა არ გვინდა მოიცა გამაგებინე რა დღეს გინდა ხვალ არ გინდა რა გინდა ბოლო-ბოლო რატომ მათამაშებ მე ადამიანები ვფიქრობ რატომ მათამაშებ დღეს ერთს მეუბნები წახვალ იმას ჩაეკონები და მოდიხარ და მე მეუბნები საზღვარი ევროპაო უკვე მე გამოიმუშავე ჩემი იმუნიტეტი შენგანაც და იმ ევროპისგანაც აი ეს არის რა შედეგი ეს არის მაგრამ მე რა რო ხმას გაძლევ მოგცემ ხმას იმიტომ რომ იმას ვერ მივცემ ხმას და ამიტომ გაძლევ მაგრამ ხონდა ეს იყოს ასე ვთქვათ ამას ხო დაფიქრება ჭირდება და არა მაამებლობა როდესაც საკუთარ წვენში იხარშები და არიქა ეს ვიწრო წრე ამბობს უიმე რას ამბობ ისინი უარგისები არიან და იმიტომ აი ეს რადიკალი გახდა ახლა მაია და იმიტომ ამბობს ამას არა ბატონო არ არის ესე რა და ზოგადად ხელისუფლება ხალხის სახური უნდა იყოს აი ეს ყველას ავიწყდება და მეორე პატრიოტული აღზრდა ჩვენ ძალიან გადავაგდეთ პატრიოტული აღზრდა მე მახსოვს როცა ლენინგრადში მივდიოდი ვიცოდი რომ მე დავბრუნდებოდი მე დასარჩენად არ წავსულვარ ვიცოდი ცოდნა უნდა შემეძინა ჩემი მაგალითი იყო თერგდალეულები მაშინ განათლების მიღება პეტერბურგში ხდებოდა აი ამ პათოსით მივდიოდი და უკან რა მქონდა იცით გახსოვდეს ვისი გორის სახარ აი ხლა შობელი ამ სიტყვას ატანს აგზლად ევროპაში წასულს რო გითხო გახსოვდეს ვისი გორის სახარო გორი რა შუაშიაო შეიძლება გითხოს გორელი არა ვარო შეიძლება გითხრას ხო აი ამიტომ აი ეს ოჯახიდანაც მოდის მე ეს ოჯახიდან გამატანა საგზლად მამაჩემმა აი ეს სიტყვები გახსოვდეს ვისი გორის სახარო და ეს იგივეა რომ ხო და ის ზაღლუყურძენ და ყურძენი და ზაღლუყურძენის ამბავიც შემახსენა კარგად აი ეს ორი დარიგება გამაყოლა თორე ჭკუით იყავი და ფული არ დახარჯო კი არ უთქვია აი ეს ორი დარიგება გამაყოლა რა იცოდე მკითხველო ის ხუთისესელი წადიო ხო ყურძენი შეიძლება გამოივა ზაღლუყურძენაცო აი ეს არის პატრიოტული აღზრდა რა თქვი აბსოლუტურად გეთანხმები და მეორე მოდელი სამოდელო პიროვნებები მაგრამ ამას როგორ გააკეთებ როდესაც არ შეგიქმნია უნდა შეიქმნა საზოგადოებრივი საბჭო ან რაღაც სათათბირო ორგანო რომელიც ამას დაახატავს არც ერთი კულტურის მინისტრი არ შექმნის ამას და არ უნდა შექმნას იმიტომ რომ კულტურის მინისტრი არის მომსვლელი და წამსვლელი ეს საზოგადოების მოაზროვნე შეცვალე სხვათა შორის გუში ვიცი კი ვიცი და აი იცით როგორმა პიროვნებებმა უნდა შექმნან აი ზაზაროა შათი რა არიან ადამიანები უბრალოდ ერთი მაგალითი ვახსენეთ ახლა საუბრობდით და იმიტომ მოაზროვნე ადამიანები საქართველოში ყავს მოაზროვნე და გულიანი და გულანთებული არიან პოლიტიკოსებიც არიან ესეთები ვისაც ვანდობდით იმიტომ კი არა რომ მათ რაიმე პოლიტიკური ნიშნით არა ჩვენი საზოგადოების ღერძის აი ჩარჩოს შექმნა პირადი მაგალითი რამდენს ნიშნავს მაიკო მედაშენი ხარ იმ თაობას მიეკუთვნებით როცა პირადი მაგალითით იქნებოდა ჩვენი გმირი სახეები აი წარმოიდგინე
ფილოსოფიის დარგში დავუშვათ ახლა ზაზა ახსენე. მეცნიერების დარგში ის მეცნიერებაც დავყოთ. უამრავი ყავს. ჩვენი ასაკისაც, ჩვენზე ბევრად, ჩვენზე ახალგაზრდები და ჩვენზე ხწოვანები, ხო? სპორტსმენები, სხვადასხვა მიმართულების, მაგრამ აი ესენი უნდა იყვნენ ზუსტად საზოგადოების ნაწილი და არა მაგალითად რომ არავის არ განვეკითხავ, ყველას გაუმარჯოს, იმიტომ რომ ყველამ საქართველოს ოქროს მედალი მოუტანა, მაგრამ საკანონმდებლო დარბაზი არ არის ამათი ადგილი რა სპორტსმენის რა. აი ერთი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იმას ჰქონდეს გარდა პროფესიული სპორტისა აკადემიური განათლება მიღებული. მაგრამ პროფესიული სპორტი თვითონ იმას გულისხმობს, არსობრივად რომ იმას სპორტის გარდა არ იცის არაფერი. ამიტომ იმ 150 კაციან ადგილსაც მოდი რა აი ეგეთ ხალხს დაუთმოთ რა, იმიტომ რომ ვინც უნდა ჩანდეს ტრიბუნასთან, ვინც უნდა გამოდიოდეს, ვინც კანონშემოქმედებით საქმიანობას უნდა ეწეოდეს, ვინც უნდა თავაზობდეს საზოგადოებას უამრავ რამეს სასიკეთოს. როგორც არაფერი არ არის, ნიკა, რამდენადაც მე ვიცი, თეთრის სახლი რატო ქვიაო, ხო? სითეთრის გამო არ ქვია. ისე არ არის? ჭაღარათავების გამო ქვია და ხო, ასაკოვანები იყვნენ და იმიტომ რომ არის წლები, როდესაც ხარ მაქსიმალისტი, არის წლები მერე, როდესაც არის ამის დაგროვება და განზოგადება და მერე არის, როდესაც ადამიანს უკვე შეუძლია, რომ ემოციის გარეშე მიიღოს სწორი გადაწყვეტილება, ბრძნული სიბრძნე, ახალგაზრდა ბრძენი მე არ გამიგია, ხო? არასოდეს ახალგაზრდა ვერ იქნება უბრალოდ. ვერ იქნება. ხო და აქედან გამომდინარე, ცოდნა და გამოცდილება ერთმანეთზე გადაწნილი და გადაჯაჭვული იძლევა სიბრძნეს. ხო და მე უხუცესი რატოა პარლამენტში? უხუცესი რატო ხსნის ამას? იმიტომ რომ სამოდელო პიროვნება რა, აი რატო? პარიკები რატო იყო, თეთრი პარიკები მოსამართლეებს რატო ჰქონდათ? რატო არ იყო წითელი, რატო არ იყო შავი, ხო? თეთრი იყო, ხო? ეს უკვე ნიშნავს, რომ ადამიანს მოწიფულია და ის ამატებდა კიდეც და აძლიერებდა იმ ეფექტს, რომ მას უკვე ცხოვრებისეული ცხოვრებამ დააბრძენა. ახლა მოხუცი შტერიც ბევრი მინახავს. მაგრამ ყოველ შემთხვევაში მეტი ალბათობა იმის, რომ მას ჰქონდეს გამოცდილება და ცოდნა ერთად, ეს ჭირდება რა. აი აქ გვიჭირს ჩვენ ყველაზე მეტად, რომ ხანდახან არის ხოლმე ახალგაზრდა გამოდის. კი, ძალიან კარგი ახალგაზრდა არის. ახლა კომკავშირის ცეკაში მაგალითად ესეთი ტიპაჟები გამოდიოდნენ ხოლმე და ისინი იზრდებოდნენ, მათ წინ ჰქონდათ ცხოვრება და საფეხურები, ხო? ბევრი გამოცდა უნდა გაევლოთ კიდე. თანამდებობრივი ცხოვრებისეული და ასე შემდეგ. შევხედავ ხოლმე და აი იცი როგორ არის? ვეღარ უსმენ. რატო ვერ უსმენ? ცოტა ჩემ თავს გავუბრაზდი რომ კი, მაგრამ რა გინდა, ხო, ყველაფერს სწორად საუბრობს. კარგი მეტყველება, კარგი ვიზუალი აქვს, დახვეწილია, მანერები აქვს. ხო, მაგრამ მისი ასაკის ადამიანი, მისი ავტორიტეტი ჯერ კიდე ახალგაზრდობა უფრო მსუბუქია ვიდრე ის საკითხი, რომელზეც ის საუბრობს რა. ანუ ის საკითხი ამის გასარჩევი არ არის, რომ მე იმან მომაწოდო საზრი და დავიჯერო. არა. ვერ უსმენ, საერთოდ აღარ უსმენ. და აი ეს მერე რა რომ კარგად მეტყველებს, მერე რა რომ სწორს ამბობს, მერე რა რომ იქედან იცის, მაგრამ ამ თემაზე რა კომენტარი უნდა გააკეთოს, ხო? შეთანხმებული, ესეც ხო ვიცით, რომ უკვე შეთანხმებულია ეს ყველაფერი, არა? მაგრამ თვითონ მის წონას აღემატება იმ საკითხის წონადობა. ასე მორჩა. არ მუშაობს. ჩათვალე რომ ეთერი წავიდა 1, 5 წუთი, 10 წუთი წავიდა ტყუილად. კი, ალაპარაკეთ, მაყოფილი ხარ და გააკეთე ეს რომ ვიღაც ვინც არის პიერ სამსახურში, იმგენმა კი მშვენიერი გამოსვლა იყო, მშვენიერი იყო, მაგრამ საკითხი იყო მძიმე. ეს იყო მსუბუქი. რა გინდა რომ მაიკო, და ჩვენი საუბრის დასასრულს ყველაზე მტკივნეული თემა მინდა წამოვწიო, ჩვენი და რუსეთის ფედერაციის ურთიერთობა და რა კუთხით? ზუსტად აი ამ კოგნიტიური დისონანსის კუთხით. აი წარმოვიდგინოთ ესეთი რამ. მე ისე ამომივიდა უკვე ის 2 კვირა თუ რამდენიც მოხდა ის ინციდენტი, ხო? იმდენი მოვისმინეთ ჩემიანისაც და სხვისიანისაც განსხვავებული და ურთიერთგამომრიცხავი. მე უკვე აღარ მკითხულობდი.
ამას წინათ რა გუშინ წინ ჩემს მაგას ვესაუბრებოდი ტრაქზე მუშაობს ეხა და რაღაც რომელიღაც სხვა შტატშია და იმას ვესაუბრებოდი და ესეთი რამე ვთქვი რომ მეთქი ახლა მე პეტიციის აგროვებას დავიწყებ რომ რუსეთთან დავკეტოთ საზღვარი მე ვთქვი. всё გავარ ერთხელ და სამუდაო დავამთავროთ რა. მე ამის ატანა საფჭკუაზე ახლა მე და შენ მეთქი კიდე ამერიკაში ხარ. შენ წარმოგიდგენი ხალხი იქ ცხოვრობს და აი ამას ეს ყოველდღიურობაა. ავტობუსში, ტროლეიბუსში, ტაქსში, ქუჩაში, მაღაზიაში, რაღაცის რიგზე. მოდი რა გამოვიდეთ რა. არა, არ გვინდა, დავკეტოთ რა. ხელისუფლებასაც ბოდიში კიდია, დავკეტოთ. აშინიანი აპირებს მაგის გაკეთებას. აი, ოღონდ მე ახლა ამას აჩასი უპიროე ხო ხვდები, დავკეტოთ რა. და მე ვინც გამოდის და იგინება და ილანძღება, ხორბალი რო გახდება ფასი ამდენი და პური რო გახდება სამჯერჯერი, იმიტომ აი 1 საათით გამოირთო დენი ნიკა. პირობითად კანადიდან უნდა წამოვიღოთ ხორბალი, ხო? შაკალიმაზე კიდე რაღაცა. შუქი კუბაღლინჯოიანი, ხო? შუქი წავიდა და 1 საათით. ყველამ დაიწყო ლაპარაკი, რომ აი რა გვიქნეს რუსეთმა, დაგვარტყეს, დაგვსაჯეს იმ ინტერვიუსთვის, იმ ინციდენტისთვის რაღაცა და ხო მე თუ დაგვსაჯეს მე რა აუგზავნო დაშა ხენაში სად არის აი როგორი გარღვევაა ხო მოვიდა შუქი ეგრევე აიღო ბანერი და გავარდა რომ არ გვინდა ჩვენ არაფერი რამის ბებიებს შეუვარდნენ და ამ პურს რო აწყობ ეს ხორბალი არის იქიდან და მორჩა და დამთავრდა რა არ მინდა მე კანადურ პურს შევჭამ როგორც კი შუქი წავა და გაზი ღმერთთან უკნას გაზი ჩახურება მე არ ვიცი მე რა ხანდახან ექსპერიმენტის სახით მართლა შეიძლება ოცნება მოინდომოს და გადაკეთოს ყველაფერი. ან გადარიცხები რო არ წამოვა. ხო ცნობილია ბიუჯეტის დიდი ნაწილი რითიუსება, ხო და ყველაზე მეტი რაც მაგიჟი. იქა ნაციონალი ბიზნესმენები აშენდნენ აი ეხა რუსეთ უკრაინის ომის დროს ახლა ეს პირდაპირ ვიცი. ხო არც არის დასამალი, ხო? ჩვენი ქართული ბრენდული წარმოებები, რაც არის ევროპული და ამერიკული, შეიძლება იყიდება რუსეთში. რო არ გამოგვევიდეს ეხა ანტირეკლამა და ვიღაცამ იმაში ვარ დაგვადამაშაულოს, ეხა გააღოს მაცივარი და ნახავს. კი ბატონო. რა გადის პლუს იქით. და ყველაზე საშინელი, რაც მე მართლა მაღიზიანებს, არის ესეთი რამ. ეხა მე თვითონ ბლოგერი ვარ და მედია სივრცე, YouTube სივრცე არის გადავსებული. ყველა ვინც კი რუსოფობია არ აქვს მნიშვნელობა ჩემი ასაკის არის ჩემზე ახალგაზრდა სპორტული თემატიკის არის პოლიტიკური თემატიკის არის შემეცნებითის გასართობის 50% თითქმის ხმარობენ რუსულ სიტყვებს გესმენ შენ იმენამ გლიჯავს რა ეს გულს მიხეთკავს კი ბატონო აი მე და შენ ხო და რაღაცა და იმენა ესე გააკ არც იცის რას ამბობს შენ ხვდები სიტყვა პროსტა კი აი და აი ჩამოუთვლი მაგრამ ქართულად არიან როგორ იცი რომ აი ეგ ხო ხალხი არ არის ეგენი არის ღორების ტოლფასი რაღაცა და ამბროდ ნამყოფი არ არის ბევრი ნამყოფი არ არის რუსულად ფაქტობრივად ნუ 1/3 რუსულს მოყო აზრს არ ატანს რას ლაპარაკობს და ისიც არ იცის რომ აი ეს რუბილნიკი მარტივად რუსული სიტყვა ანუ ჩამრთველი ჩვენთან არ არის სადღაც იქიდან არის საზღვრებს გარეთ ხო და ამ ჩვენი ხელისუფლებისიც გამკვირვებია რა მაგრამ მე რამდენჯერ მიუბრუნდო უკვე ხო აი ამ ყველაფერზე რას ფიქრობ აი როგორც იმ რუსეთის თემა სანამ დიპლომატიური ურთიერთობა არ აღდგება მანამდე მე ვფიქრობ რომ ამას არაფერი არ ეშველება მე მგონი არც ახალ დიპლომატიამ აჩვენა კარგი შედეგები და აი შენ რას ფიქრობ მე რო რუსეთი ვიცი ისე ბარეულმა ქართველმა იცოდეს მათი აუკარგიანობა რაც კარგია და რაც ცუდი ჯარშიც ნაყოფი ვარ იმ საბჭოთა არმიის და ვიცი რა ხალხია და როგორ არიან და შენ კიდე საერთოდ განათლება გაქვს აკადემიური განათლება გაქვს მიღებული ხო და აი მოდი ჩვენი აზრი თქვა მე ჩემი ვთქვი ეხა შემძანი ძალიან ძლიერ იცი რა ისევ დისონანსო ჩვეულებრივი ეს არა მარტო საქართველოში არამედ მთლიანად ახლა ავიღოთ ევროპული ქვეყნები რაშაფობია ხო იქ ჩაიკოვსკი აგრძალეს ხო გახსოვს ჩაიკოვსკი აღარ იყო და ნუ რა ვთქვათ ხო რაზეა საუბარი უკრაინაში ბულგაკოვის ძეგლი აღარ არის პუშკინზე აღარ საუბრობ
აი ეს ყველაფერი რა არცით ეს რაშაფობია ეს პროექტი ძალიან ძლიერ დიდი ხანი ამუშავეს და სამწუხაროდ საქართველოს დიდი ნაწილი მოექცა ხანდახან ვკითხავ ხოლმე რომ შენ მაინც რა დაგიშავე შენ მაინც იმ სივრცეში იყავი შენ მაინც იცი რომ იქ არავინ არ იკბინება არა ეს არის ადამიანები რომლებიც უკვე გავლენის ქვეშ ექცევიან რა ხო მე არაფერი მაგრამ ой მაგათი ესე გავიგე მაშინ იქვე უსვავ კითხოს უკაცრავად ოსეთში რა გვინდოდა ოსეთი მაშინ რა გვინდოდა აი მითხარე გამაგებინე ჯგუფები რო წავიდა აქეთ რა გვინდოდა ხალხო ამიხსენით ვინმე რატო დაიწყო ეს ამაზე ჩუმად არიან მოიცა რუსეთმა მოგიწოდა რომ ეს გაგეკეთებინა ხო ჩვენ წავედით ნამდვილად არა ესე არისო პასუხს არ რავი იტალია ვინის დასკვნას ჩვენება მოაწერეს ხო ხელი და მე მიშამ კიდე გაიზიარა ეს და გაასაჯაროა იგივე იყო და კიდე ნიკა 35 წლის წინ იგივე იყო ოღონდ ეს იყო ზუსტად ის პროექტი რომლითაც ჩვენ უნდა დავჯახებოდით ზუსტად ჩვენს უახლოესებს ახლა რუსეთ-უკრაინას შორის რო ხედავთ ხო ჩვენ იგივე მოგვივიდა აბსოლუტურად იგივე ოღონდ ვაბრალებთ რუსეთს რომელიც თვითონ იყო ლიბერალური თვითონ იყო აბსოლუტურად არეული და თვითონ იყო მსხვერპლი აი იმ დასავლეთისა. აი იმას ვაბრალებთ. ვაშინგტონიდან იმართებოდა ხო ფაქტია. რა თქმა უნდა ეს პროექტი იყო პირდაპირ აი ბჟეზინსკის უწერია და პირდაპირ წერია შევარდნაძემ და გორბაჩოვმა პირდაპირ პროექტის რეალიზაციაში უდიდი ლომისწვლილი შეიტანეს და ამას ჩვენ ვაბრალებთ რუსებს. ოღონდ ჰელსინკის კავშირი რომლითაც რგვალი მაგიდა მოვიდა ხო? ჰელსინკის კავშირი ვინ არის მითხრას ვინმე? რუსეთია? ანუ დასავლეთის მოყვანილი დასავლეთმა ჩადო მე არ ვამბობ რომ შეიძლება შერჩევა ხდება პატრიოტი ადამიანების რომლებსაც ადვილად გამოიყენებ საეტაპო ფიგურად დროებითა და ზუსტად ასე გააკეთეს ხო ზუსტად იგივე მოხდა ვინმე დაანგრია ჩვენთან რო ქარხნები იყო ღვინის ქარხნებს ნახულობთ ხოლმე და გული მიკვდებოდა კედლები რა იყო დარჩენილი აგურიც აღარ იყო კომუნისტების დროს რო ეკლესიები დაანგრიეს აი იმ სიონისტურ ტროცკისტული პროექტის გამო ეკლესიები ვინ დაანგრია რუსებმა კი არ დაანგრიეს აი იმ პროექტის ფარგლებში დაინგრა ხო და ხალხმა რო წაიღო და ეკლესიის ქვები რო სახლებში წაიღო და ეხლა რო ხდება დაბრუნება ის ღვინის ქარხნები ფაბრიკები ვინ წაიღო ვინ დაანგრია რუსმა დაგინგრია ჩვენ არ დავანგრიეთ ჯართის ვინ წაიღო ხო ჩვენ წავიღეთ ყველაფერი ყველა ფაბრიკიდან ქართველებმა არ გავყიდეთ ირანში და სადღაც აბა სად რა ვიცი რა გითხრა რა ვთქვა და მე რატოღაც გონია რომ არა მე ხა რუსეთთან დაკავშირებით მეკითხები დიპლომატიის გარეშე ურთიერთობის გარეშე ანუ მე თვითონ რომ არ გამოვა ეხა ეს ყველაფერი აი უბრალოდ პატარა ბავშვად სულ მოხდება ესე რა ნებისმიერ კონფლიქტში ადამიანს უხსნი რომ იცი რა სიტყვები იმიტომ გვაქვს რომ ვთქვათ რა მოგწონს და რა არ მოგწონს. ამიტომ გულში ჩახვევას, დაბოღმას, ეს არის სისულელე, მოდი ვუთხრათ ერთმანეთს რა მოხდა. ბავშვებს ასე ვზრდით და ვასწავლით რომ მოდი თქვი რა გინდა. ნუ კი იტირებ, მოდი თქვი რა გინდა, ხო? ეს დიდებმა და ქვეყნებს შორის ეს ხო აქსიომა არის თუ არ გამოთქვი შენი და თან რა არის უნდა მოვეშვათ იქ გაჭედვას რაც ამ რაშაფობილმა პროექტმა გაგვჭედა ოდესღაც გავიაზროთ რომ ის რუსეთი თვითონ იყო მსხვერპლი იმ ლიბერალური პროექტის იმ ტროცკისტულის იმ საბჭოთა კავშირის დაშლის და ის სხვა იყო დღეს ჩვენ სხვანაირად თუ დღეს კალენდარს უნდა დავხედოთ და დღეს ავაწყოთ პრაგმატული ურთიერთობა. სიყვარული შეიძლება ოჯახი შექმნა, მაგრამ ქვეყნებს შორის სიყვარული არ არის, რა, აქ არის პრაგმატული უბრალოდ. რა თქმა უნდა, აქ არის საქმიანი, პრაგმატული შენი ქვეყნისთვის საჭირო საკითხებზე საუბარი. შენი ქვეყნისთვის რა ჯობია? ზელკა რო ამბობს, ხო? ტრამპი. ეს რა არის? ეს არის ჩვეულებრივი. ამიტომ თუ ადამიანს არ დაელაპარაკე, არა, თან არ დაელაპარაკე თანასწორად. მოვა ხვალ და გადაგივლის. ზუსტად. აი მე რას იზამ? თან ესეთი სახელმწიფო რომელიც არის ხო ვინმე არ მითხრას რომ ვერ მოგვერება და ვაი მე ევროპა დაგვიცავს და ის კარგი. ევროპა რასაც იცავს? ჯერ ომმა გადაბუგა უკრაინა და ხანძრებმა გადაბუგა საფრანგეთი და ესპანეთი და რა ვიცი. რა შემთხვევითია? არ არის ეს ყველაფერი. არ არის შემთხვევითი, როგორ არის ეს შემთხვევითი? ხა ვისაც შემთხვევითო ვაგონია, მაშინ უნდა გაგვატარონ რა ვიზა. აი ზუსტად ეს არის და ამას რო ვერ ხედავ, აი აქ რო ესე გიჭირს და ამას ვერ ხედავ, ნუ
ამიტომ ვამბობ, რომ არ შეიძლება ყველამ, ვისაც Facebook-ში კაკუნი შეუძლია, ყველა ქვეყნის ბედს წყვეტდეს. არ შეიძლება. არსებობს პარლამენტი, რომელიც უნდა იყოს ყველაზე სანდო, ყველაზე მაკონტროლებელი, სწორად მაკონტროლებელი და არსებობს კიდე ადამიანები, რომლებიც ან უნდა ვიღაცას ენდონ, რატო ირჩევენ, დაიჯერონ და მუდმივ კონფრონტაციაში მცხოვრების საზოგადოება, ეს არის დაწყევლილი რა. უბრალოდ ეს არის წყევლა. და მე მესმის იმ ხალხით, ჩემ რესპონდენტსაც ბევრი უთქვამს რა, ზოგჯერ ჩაწერის დროს, ზოგჯერ ჩაწერის მიღვა, ხო, ყველა ვიცით რომ საუბარი მარტო ჩაწერის პროცესში არ ხდება, რომ ჩვენს გულის გასახეთქად აკეთებენო. ხვდები შენ, აი უბრალოდ რა, ხალხი შეიცოდეთ რა ბოლო-ბოლო რა. ხო არა, ნუ აი იმიტომ ერთ უცნაურ რამეს, უცნაურს რა მე და შენ კი ვიცით ახალგაზრდა მარეციან, აი ელცინის დროს ბერეზოვსკი იყო უშროების საჭოს დივანი. წარმოიდგინეთ, ვის ხელში იყო რუსეთის ფედერაცია. ამას კი არავინ არ ატანს. და პრეზიდენტი რო ლოთი იყო, რომელიც 24 საათი ამთვრალი იყო, ან ეძინა. გერმანიაში რო ჩაფრინდა, ვერ ჩამოიტანეს დელეგაცია ქვემოთ ევროპაში და კარები ვერ დააღეს, წარმოიდგინეთ. და აი ესეთი რუსეთი იყო და ჩვენ ქართველებმა მოვახერხეთ, რომ აი ამნაი რუსეთს დაუპირისპირდეთ. ამას ხო უნდა ამას მომხერხები არ გააკეთებდნენ ამას მოხერხება ხო უნდა რა ამას ხო მოხერხება უნდა კი ქვეყანას სადაც ბერეზოვსკი იყო უშროების საჭოს დივანი და სალდაფონები მართავდნენ ხო ქვეყანას აი ჩვენ მოვახერხეთ და ომი დაუწყეთ არა და ჟანგიანი ტანკები აქვს მერე და მაშინ კიდე დამშევა და ეს მოვინდომეთ ნუ აი არ ვიცი რა ეს უნდა მოახერხო რა მე 98-ში ფინანსამისტოში მივედი სამუშაოდ 97-98 იყო და შიდა ვალის მომსახურების დეპარტამენტი ერქვა ესე და რომ მივედი ეგრევე გამომიწერეს მივლინება რუსთავის მეტალურგიაში და ეს პერიოდია როცა კუპონების უტილიზაცია ხდება იმიტომ რომ ლარი ახალი შემოსულია და ნუ ეს მარაგი ხო იყო ბანკში შედიოდა გამოსulis და ეს ხო უნდა განადგურებული იყო და ხა მე რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში ვინ შემიშვებდა საბჭოთა კავშირის დროს. ხო ხდები ეს იყო ესეთი დახურული საწარმო იყო გიგანტი. მაია რო შევედი და ამ 8 მარტენიდან ეს ერთ-ერთი სივრცე იყო მუშაობდა ერთი და ისიც წვავდა კუპონებს მაია. ახალგაზრდა კაცი ვიყავი 98-ს რამდენის ვიყავი ნუ აი 30-მდე რა. აი იცი როგორი დადგუნული მოდიოდი სახში ერთი კვირა ვიარეთ თუ 5 დღე რა. რატო იცი აი დავინახე ზუსტად 91, 92, 93 წლებში რა გავაკეთეთ ჩვენ თვითონ. აგურ-აგუროდ დავშალეთ. აი წარმოიდგინე რუსთავის მეტალურგიულის ქარხანა ერთი მარტენი იყო. ნუ 100 კაცი რა. არც 100 კაცი ყველაფრიანა, მე ნუ დირექტორიც იყო. აი ეს ემსახურებოდა კუპონები და აი ეს იყო საქართველოს ეკონომიკა. კი. და ეს ვიცი ბრალია. აი ის თვრალი ელცინის რუსეთს რო დაუპირისპირდი და არაფერი, არა, ესეც ჩაგონება. რო გადავკეთეთ, გახსოვს და ქუთაისის ელექტროძრავებით რო კოლაფსი მოუწყეთ შელაბინსკის დიდ ქარხანას. აი კი, მახსოვს. მოკლედ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა არ დალაგდება, სანამ რუსები თავის ამბიციას არ მოიშორებენ. იცი რა, ალბათ ვერც მოიშორებენ, როგორ უნდა მოიშორებენ. იცი რა, იმპერიულს ვერ მოიშორებს ვერასოდეს, ამიტომ ჭყუა და გონება ის არის, რომ დაელაპარაკო და მიიტანო შენი და ეს არის ჩვენი მოქნილობა, ჩვენი გონება, ჩვენი გადარჩენის ფორმულა, თორე იმან ამბიცია მოიშოროს, რომელიც ჩემზე 1000 ჯერ დიდია. და მე პატარას მაქვს ის ამბიცია რომ იმან უნდა მოიშოროს ჯერო. მოდი რა, აი ამბიციაზე უკვე ნუ არ ველაპარაკებ, ხო? ზუსტად. იცი რომ დამოკიდებული ხარ, იცი რომ შენზე კი არა ბევრად ძლიერია. იმან მოიშოროს ჯერ და მე დაველაპარაკებიო. ამაზე მეტი ამბიცია რა გინდა? არა ჯანსაღი ამბიცია მეტი რა გინდა? მოლაპარაკების დროს ამბიციები გვერდზე იდება და იწყება საუბარი. და ამ შემთხვევაში ჩვენ არც ძლიერი ქვეყანა ვართ, არც სამხედრო თვალსაზრისით, არც ეკონომიკური, არც არაფერი, რომ ჩვენ პირობებს ვკარნახობდეთ უზარმაზარ სახელმწიფოს, რომლისაც ძალიან ბევრს ეშინია დღეს და ძალიან ბევრი უფრთხის, ხო? აბა. და ჩვენ ვკარნახობთ, ნუ, კარგი რა, ეს გულივერის ის გავხსნა. მე რა მახსოვს, ეს 95-ში 31 ქარხანაში დავიწყე მუშაობა და
მიუხედავად იმისა, რომ ეს ის თაობა არის, როცა უკვე სხვანაირი შემეცნება გვაქვს, წარმოიდგინე მაიკო, რომ აი ქართულ ჯარში წავალ, მაგრამ საფეთო ჯარში რა მინდა. ხდები, მაშინ მიწევდა, მაშინ უკვე მიწევდა საფეთო საბჭოთა ჯარი და იმიტომ რომ პერესტროიკა იყო, იმიტომ რომ შევარდნაძე უკვე მოსკოვში იყო და რაღაცებმა დამარა, მაგრამ აი რის თქმა მინდა 31-ში რომ მივიოდი ეს ქალაქი ქარხანა წარმოიდგინე და სულ 25-ები რო ხედავდი და მე რო აი მე ხა ვინას მომანდობდა საშუალო განათლებით რაღაცა ჭანჭიქს უჭერდი რაღაცაზე პირობითად რა სტაჟი იყო და ხდები თან ისეს დრო არის რომ სკოლას რო ამთავრებ უმუშევარი ვერ იქნები ხო მაგრამ მეც მილიცია მოდიოდა და რატო არ მუშაობ სტაჟისთვის კი არა სტაჟისთვის ხო და მოკლედ მიუხედავად იმისა, რომ თითქოს მე ის ბიჭი ვიყავი, რომ მაინც მეგონა, რომ აი უხარკაშოხლებზე გაზრდილი ხდები, აი საქართველოს ჩემი სამშობლოს საფრთხეში, მაგრამ ესეც ბევრი არაფერი არ იყო. იქ რო შედიოდი, აი ამ სულ 25 და ამ ქარხანას რო უყურდი, რამდენი ქართველი მუშაობდა, ის იყო რა, აი თვლიდი რომ ჩემი იყო ეს ქარხანა ხდები, თითქოს ეს სულ 25 იყო ჩემი ქართული. წარმოიდგინე რა. ესეც იყო. ესეც იყო, იცი რა, ჩვენ მქონდა ეს ჩვენი შეგრძნება და ეს პატრიოტული აღზრდა იყო ჩვეულებრივი სახელმწიფოს ჩვენი ქვეყნის შვილები ვიყავით რა. არ გავცვლი სალსა კლდებს, არ იყო ცარიელი სიტყვები. მაგრამ აი ამის დღესაც, აი ამ ფრაზის შეგრძნების რეცეპტორები უნდა გქონდეს, ხანაერად ამას აღზრდა ჭირდება. ეს აღზრდიდან მოდის. და კოგნიტური ომები, რომელიც მოქმედებს, რომელიც აბსოლუტურად დაანგრევაზე ამაზე რაც ისაუბრე, ეს იყო ჩვეულებრივი პროექტი, რომლის ფარგლებშიც ეს ყველაფერი ჩვენ გაგვაკეთებინეს. ეს არის манипуляция, მეტი კი არაფერი, ზემოქმედება, манипуляция, მეტი არაფერი არ არის. აი ეს ზემოქმედება იყო და ჩვენ ამის ხვეპლი გავხდით, მაგრამ ჩვენ დღეს მაინც ამ ემოციებს უნდა მოვეშვათ, კი იქ მოხდა ყოფით იმაზე თუ რაღაცა მოხდა რა, ჩვენ გონება იმ თუნდაც უნდა ვიფიქროთ მაინც ჩვენ ქვეყანაზე. გონებას მოუხმოთ რა. აი უნდა დისტანცირდე და დაფიქრდე და გონება ამუშაო. ემოცია გამორთოთ, რომ ემოციამ ჩვენ ბევრი დაგვიზიანა და შიშობ რომ ეხლა პირდაპირ ახალი პროექტია, ახალი დაფინანსებული, რომ ისევ ემოციით იმართოს ეს ყველაფერი. შემთხვევითი არ არის ეს ყველაფერი, ერთმანეთს ემთხვევა საოცრად დროში. და ეს ბევრჯერ გაგვივლია, პირველად არ ხედავთ ამას, ხო? ეს დიდი გამოწვევა დგას ახლა საქართველოს. ეხლა კი, ეხლა განსაკუთრებით. თან გარკვეული სისუსტე ნახეს ახალგაზრდულ მასში, ინიციატივებში, სადაც ახალგაზრდობა ისევ და ისევ დაღვინებას და სიბრძნემდე შორს არ ითქო და აი ამით ისარგებლებს ბევრი და ჩვენ მაინც უნდა ვიყოთ რაც შეგვიძლია, ხო? თქმით მაინც თქვათ ეს და გავაფრთხილოთ მაინც, რომ მოხდა ესა, ნუ იფიქრებ, რომ არიქა იმან ის რომ მოკლა, თქვათ ქალმა ქმარი რომ მოკლა, არა ქართველი ხალი ამას არ იზამდა, რატო არ იზამდა? უბრალოდ დისტანცირდი და ნუ ფიქრობ, რომ მე ვიზამდი თუ არა. სინამდვილეში მე ამას არ ვიზამდიო, გავიგეთ რომ არ იზამდი. მაგრამ ხდება ხოლმე, ყველგან, ყველა ერში ყველაფერი ხდება და საკუთარ თავთან არ უნდა იდენტიფიცირება არ უნდა მოახდინო, პირიქით უნდა დისტანცირდე და შეხედო ცივი გონება. მე ესეც მახსოვს ჩვენ ახალგაზრდობაშ. და მოსამართლის ფუნქცია არ შეითავსო, რა თქმა უნდა. აი ეს ყველაზე მთავარია. ეგ არის. ჩვენი ახალგაზრდობის დროს მახსოვს ესეთი რამე, რომ კვლელობა რომ მოხდებოდა საზოგადოებაში იბეჭდებოდა კომუნისტში და სამეზობლოშიც ქართველი მოკლა და მე ცოტა რომ წამოვიზარდე მივხვდი რა, ეხლა ყველაზე მონოლითური და მონოეროვნები საქართველოს იყო და ხო ვის მოკლავდა, ესპანელს ვერ მოკლავდა, ხვდები, მაგრამ მაშინაც კი აი ეს რომ ქართველი მოკლა, ამას სხვა დატვირთვა ჰქონდა მაიერ. კი. და რამდენი ზარები დავარისხოთო გახსოვს? აი საზოგადოებაში თუ რაიმე ისეთი ხდებოდა და ეხლა ისეთი ხდება რა, გოგოები იმისთანა პირიდან ისეთი ისამოსდით, მიყავდა ერთი გაცრავა და ჩეჩმიდან არ ამოდის ის ბიძოც ამათი პირიდან ამოდის, ხო? ბატონო მაია. ძალიან დიდი მადლობა. ამ ტონალობით დავასრულო. მაშინ ხო და აი ახლა რატო გეუბნები? ჩვენ ფაქტობრივად დავასრულეთ და მე და შემჩვევია რა, რომ ოპტიმისტები ვარ და რა თქმა უნდა. თუ რამე შემთხვევაში არ ვისაუბრებდით. ხო რა, მაშინ რა ძალამად. რომ ჩავთვლიდეთ, რომ ჩვენ საუბარს აზრი არ აქვს, არც ვისაუბრებ. ხო და რაც გინდა დამატებით კიდე თქვი და დაგემშვიდობები. დიდი მადლობა ამ საუბრისთვის.
მადლობა პირიქით, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ საუბრობთ ალბათ რამდენიმე ერთ ქართველს მაინც თუ გულში მოხვდება და ერთი ქართველი მაინც თუ ჩაფიქრდება ქართველს მე საქართველოს მოქალაქეს გულისხმობ რა თქმა უნდა. თუ ჩაფიქრდება და ოდნავ მოახდენს რაღაცაზე დისტანცირებას და იმ ემოციას, თავის კეთილშობილ ემოციებს გამორთავს და იფიქრებს ქვეყანაზე და იფიქრებს სიტუაციაზე, ხომ არ მართავს მე ვინმე, აი ეს თუ გვექნება რა, თუ აინთება ეს, ვინმე ხომ არ მართავს, манипуляция ხომ არ არის. აი იქნება ამით ცოტა მეტი რაციო ჩავრთოთ და ეხლა განსაკუთრებით აი ამ ცხელთვეებში ალბათ ჩვენ ამაზე განსაკუთრებული ყურადღება დაგვჭირდება ნიკა. შემოდგომაზე განსაკუთრებით სამი არჩევნებია რუსეთში, ისრაელში და ამერიკაში და ამით ყველაფერი ნათქვამია. და დღეს ახლა პირდაპირ წავიდა უყურებდი უკვე უკრაინა წავიდა ფაქტიურად ყაზახეთის და იმის კონფრონტაციაზე იმ მიმართულებით და ხო ხვდებით ეს საით მიდის და ბევრად უფრო დიდი პრობლემებია ვიდრე ის რომ ჩვენ ერთმანეთი დავერიოთ ერთმანეთი ვჭამოთ და ასეთ სულელები ხო არა ვართ არა. რა თქმა უნდა. და ვისაც გაექცა ემოცია, იმას დახმარება ჭირდება. თუ არა და აგრძელვა ჭირდება რაღაცა. ესეც დახმარება. ადრე როგორ ეძახდნენ იზოლაცია ხო? სიტყვას იზოლაცია. აგრძელვა იმიტომ რომ ამითი დაეხმარები. ამითი დაეხმარები. თუ ისე ვერ აგებინებს, სხვა გზა არ არის, მაშინ ესე უნდა დაეხმარო, აგრძელვა. ეთახმები. უბრალოდ ჯერ უნდა გავიგოთ ჩვენ რამდენად სერიოზული არის მათი ასე ვთქვათ პროცენტი. და იმის მიხედვით უნდა გაითვალოს რამდენიმე გეგმა თითოეულ პროცენტზე. ხო, იმიტომ რომ შემადგენლობაზე უკვე ცოტა სხვა რეჟიმია. ყველა არ მithქვამს რა, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი არჩევნებია, წარმოგიდგენთ. რუსეთი, ისრაელი, ამერიკის შეერთებული შტატები რის გარშემო სტრიალებს ახლა მთელი მსოფლიო და ანუ ომების ესკალაცია მიდის. ომების და ცეცხლის. ხო, აი გამოწვევების ის იქნება რა, რიგი წყება იქნება და ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას თავისი მოეთხოვება, მაგრამ საზოგადოებას ჩვენი ვალდებულებები გვაქვს. დიდი მადლობა, მაიკო. მადლობა. ძალიან საინტერესო იყო და როგორც ყოველთვის ნიკა ძალიან საინტერესო. წარმატებებს გისურვებ. მეც ასევე. ყველაფერს საუკეთესოს შენ და ჩვენს მაყურებელს. და ყველა